ცეკას მდივნები იდეოლოგიის დარგში აფიშების ტექსტს ამტკიცებდნენ. იყო ასეთი დრო. ვინმე შადურმა გადაიკითხა ქართველი მსახიობების სახელები და ერთი არ მოეწონა. როგორ შეიძლება საბჭოთა მსახიობს ერქვას ბერძნული მითოლოგიის ღმერთის სახელიო, ერასტი დაარქვითო. მსახიობი გაბრაზდა. სპექტაკლს არ ვითამაშებო გამოაცხადა და სახელი შეამოკლეს. მხოლოდ ე და ერ დატოვეს. საქართველოსთვის მართლაც უჩვეულო განუმეორებელი სახელი ეროსი მანჯგალაძე. ეს ისე. ხუთი წლის ასაკში პირველად კურდღელი ითამაშა. ესეთი მაღალი ელეგანტური კურდღელი იყო. მაყურებელმა აღტაცებით მიიღო. სამხედრო ექიმი უნდა გამოსულიყო, მაგრამ გადაიფიქრა და ინსტიტუტში ჩააბარა, თეატრალურში. მესამე კურსზე ტოლსტონოგოვთან ტეტერევი ითამაშა გორკის მდაბიონში. ვინც კი ეს სპექტაკლი ნახა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეროსის თეატრალურ დაბადებას შევესწავლით. პატარა სცენაზე იდგა გენიალური ბიჭი და ინსტიტუტის კედლებს არღვევდა. მერე მასწავლებელი პეშეკი იყო. სპექტაკლიდან ადამიანებო იყავით ფხიზლე. ამას ფილოსოფიის დოქტორი და ესპანელი მღვდელი მიჰყვა. თითქოს ინსტიტუტის კედლებიდან ეროსი მანჯგალაძემ გაიტანა ამ პეტერევის დაუოკებელი სული სიკეთისაკენ, სწრაფვა, გიჟურის სწრაფვა, სინათლისაკენ. აი გაიტანა და თავის ახალ გმირებს გაუნაწილა. რადიო კომიტეტმა კონკურსი გამოაცხადა დიქტორობაზე და ეროსი გამოარჩიეს 31 კაცში. მისი ხმით გებულობდნენ ომის ამბებს. პირველად საფეხბურთო რეპორტაჟი ქართულად მისი ხმით მოისმინეს. საერთოდ ეს ტერმინოლოგია საფეხბურთო რეპორტაჟის ეროსის მოგონილია. ამ ამბავს კი ნაღამ შეეწირა მისი სტუდენტობაზე. ვამთავრებდი თეატრალურ ინსტიტუტს. ორ კვირაში მაყურებლისთვის სადიპლომო სპექტაკლი უნდა გვეჩვენებინა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მე ვასრულებდი. აბა წარმოიდგინეთ, რა სინდისი ასე დროს მიატოვა ინსტიტუტი ამხანაგების სპექტაკლი. მოკლედ, ისეთი დიდი დაუოკებელი იყო სურვილი და ცდუნება მოსკოვის ნახვისა. მატჩის ქართულ ენაზე რეპორტაჟისა, რომ იმ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს 1946 წელს დავკარ ფეხი და გუნდთან ერთად მოსკოვში ამოვყავით. ყურადღება ლაპარაკობს მოსკოვი. ამხანაგო რადიო მსმენელებო, ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რეპორტაჟს ქართულ ენაზე ჩვენი სამშობლოს გულიდან მოსკოვიდან. ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულების. ეთყობა ისეთნაირად ვღელავდი და განვიცდიდი, რომ აკაკი ხორავას თურმე ცრემლიც კი აუციმციმდა თვალზე და ჩემსავე ტონში შეზახა რეპროდუქტორს, ესე იგი მე შემომძახა, ჩამობრძანდები აქ და გაიგებ, რა ბედნიერებაც ხვდა წილა. ეროსი და ფეხბურთი ეს განუყოფელი ცნებებია. რეპორტაჟები იქით იყოს და ვინმეს მაშინ რომ მოეფიქრებინა და გადაეღო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების საფეხბურთო ბატალიები, ეხლა მივიღებდით როგორც მინიმუმ თეატრალურ შედევრს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეროსი როგორი ჟინით, როგორი კივილწივილი თამაშობდა, ყვიროდა, ჟილკობდა. ეს რაღაც საოცრება იყო. ეროსი და ფეხბურთი.
ეროსი ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ვიტყოდი არ ქონდა არავითარი შეზღუდვა მის ნიჭს. ეხლა მახსენდება ერთი ისტორია, ღალატს გამდიდა, ეროსი თამაშობდა ოთარბეგს და ზინა კორეჩხილაძე ზეინაბს და არის ერთ-ერთი სცენა, სადაც ზინა კორეჩხილაძეს აქვს მონოლოგი 6 გვერდზე და ეროსი რაღაცას პასუხობს 2 გვერდზე დაუშვათ. და რატომღაც ეს 2 გვერდი ვერ დაიმახსოვრა ეროსი. და მე ახლა ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ვეუბნები ბატონო როსი იქნებ რაღაცნაირად ისწავლოთ ეს როლი. რა მემართება ვიცი რომ იყო ბიჭო ცილისწინო დავიდებო ჩემს ტუბუჩკას კომპოტს ავიღებ როლს ჩავწვევი და ვიწყებ ამ როლის სწავლას. მერეო ჩემ ფანტაზიაშიო უკვე პრემიერა არისო ვითომ ეჩვენებაო ძალიან დიდი წარმატება მაქვსო ყველა ქალს ჩემთან მოაქვსო დაიგულებიო უდიდესი აპლოდისმენტები და ბედნიერი ვიძინებო და ვერ ვახერხებ როლის სწავლას. მოდი იქნებ რაიმე გაგიხარხო ჩემთან კომბინაში. ჭირიმე შენ. მადლობა. მაინც რაზე? აი ასე უცებ მეგეთი უცებ. ის როა? პატარა. ჩადი სახელი. გრიშა უზნად. იმის ადგილზე თუ გამიშობ თანახმოვარ, ხო უფრო დაბლა ფეხი აღარ ჩაგივა. უზნადზე სადღაც არ მაგ ჩემი საქმე არა. ესე იგი დავაქვეით. ახალგაზრდა, გადაიღეთ, რა მოხდა მე? ნიჭიერი კაცია მოდორებული. ბიჭო, მე შენი მეგობარი. უზნადზე ჩვენ ახლა დავაჯილდო. მე და შენ ქრისტლები ვარ. ის აღიშნეს თქვენი რა. ოღონდ ჩემი ნინო გამდელა და ზიდად ყავდა შენ შვილებს არ. მე საკუთარ ბავშვებსაც ვერ მოაქვს, სულ შრომაში ვიყავ. არა, მოსახურა მითხარ, ხო ხარ კაცული კაცი. თქვი, მითხარ, როგორ მომექცენ? კარგად მომექცენ, თქვი და ამეიღეთ მა. ჩამდაბაში სწავლა და მთლაში გამჩერებელი არა. ეშმაკსაც აუგიეს და ჩვენ მსახიობების კლასიფიცირებას, როდესაც ვახდენთ, რაღაცა სხვადასხვა სამსახიობო ოსტატობის თვისებებს ვითვალისწინებთ და ვამბობთ მასზე როგორი მსახიობი იყო. ეროსი მანჯგალაძე იყო დიდი არტისტი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ყველა ამპლუა და შეეძლო რომ სრულიად განსხვავებული, სადა ერთმანეთისგან რადიკალურად დაპირისპირებული პერსონაჟები გაესახერებინა როგორც თეატრში, ესე კინოში, ასევე სატელევიზიო თეატრში ერთმანეთზე უკეთესი როლები აქვს ეროსი მანჯგალაძეს განსახიერებული. მისი გამოჩენა გნებავთ პეპოში, გნებავთ ხანუმაში, ეს იყო იმპროვიზაციის ფეიერვერკი, რასაც რამაშკიგვაძე და ეროსი მანჯგალაძე ერთად აკეთებდნენ. იგივე ქალბატონ მედია ჩახავასთან ერთად დუეტი პეპოში. ჩემო ლამაზო ჩემო ხოხობო ჩემო ჯეილანო ჩემო ყვაო ამაიღეთ. ეს ყვავი რომელია ბოდიში თუ შეიძლება ვიცოდე. აი, ცოტა შავგრემანი როა ეს, ეხლა ეგ რო არ დაგეყოლებინა, არ იქნებოდა ფეხი. დამდგე თვალები ნიდო და მეთქო ჩემო მტრედო. ეხლა კიდე მტრედი. მტრედი. უი, ღალობჩი. ენაცალე ბებელ მტრედი კარგია რა თავიდან. მე ერთი კარგა შემამხედე დამაკვირდი იერიც როგორ მინი გავს მტრედს აინახე. მტრედი ხარ მაშინ რა ხარ არტისტი. ბებელგენაცა ვიცი რა გითხრა, მტრედით შენახარ, ვარდით შენახარ, იაც კიდე შენახარ, ნუ კიდე რა ხარ აი. არტისტი ვიცი რა. მე ვარდი ვარ. შენ ბულბული. იპოვნე. უყვარდათ და პოპულარული იყო ვერ იტყვი. გიждდებოდნენ. ბაზარში ვერ წავსულ ვარო ამბობდა. ყველა უფასოდ მაძლევს ყველაფერს და ძალიან მერიდებაო. მილიცია მის მანქანას აჩერებდა მხოლოდ იმისთვის, რომ სიყვარული აეხსნა მისთვის.
ძალიან მორიდებული კაცი იყო. ერთხელ მასზე გადაცემა გააკეთეს. დილით აქ რედაქციაში მოვიდა, შემოაღო კარები და ძალიან მორცხად ასე ვითომ ასეთი დიდი ვინმე ვარო, მეო, შეხედა ყველა. ისე თქვა რა გითხარით, თქვა და ასე მორცხად და სწრაფად დახურა კარი. თავდაბალი კაცი, ხალხური ძალიან მორცხვი კაცი იყო და ისეთი მოგზალებული კაცი იყო ეროსი, ძალიან მოგზალებული კაცი იყო. ახლა მე მახსენდება ამ მოგზალებასთან დაკავშირებით ერთ წელს სამტრედიამ გადაუხადა იუბილე 40 წლის თავი და ეს ყველაფერი ჩატარდა კულტურის სახლში. ამის შემდეგ ამ კულტურის სახლს ეროსის სახელი დაერქვა, ეროსის სახელობას ატარებს ეს კულტურის სახლი და იქ ჩატარდა და ეტლით წაიყვანეს სოფელში, ღანივში, რომელიც მოგახსენდეთ, ღანივში წაივა 12 კილომეტრი ეს სამტრედია ხონის ტრასაზე არის, შუა წელშია ეს სოფელი და ეს ტრასა გადაკეტილი იყოს, გადაკეტეს და ეტლით ვიყავთ ეროსი. და მივყვებით ჩვენ აქედან თბილისიდან ჩასული მეგობრები და ფეხზე დგას ეროსი და რამდენი ხო იცით როგორ არის იქ იმერეთში ეზოები ერთმანეთს მიყოლებით არის, ჭიშკრები ერთმანეთს მიყვება, ყველა ჭიშკართან გამოტანილი იყო, ესე იგი პულვარილი, ყველა ლოცავდა ვისაც ჩაული და ეს ეტლი, ყველა ჭიქებით ხელში, ღვინით ხელში, ლოცავდნენ ეროსი და ერთი მომენტიც არის, სხვაშვიდ ჩემი მანქანით ვიყავით წასული, ეს გადმომხედა ეს უკან მიყვები მანქანი და რა ხდება კაცო ჯებალ აკაკი წერეთელი ვარ თქვა, აი ესეთი მოგზალებული, ესეთი მორცხვი კაციც იყო სხვაშვიდ. უშირო შენდამი პატივისცემა ჭირიმე მიტომ გაკად სხვა არაფერი იფიქრო გაფიცი უარი არ მითხრა ისედაც მწყინს რომ სულ მუდამ ღარიბი გოლივა ჩემთვის ორიოდე ტკბილი სიტყვაც კი არ გემეთებ ენა მურე ნანა მუჯგირირე მუშენი წუხებუთ გამგოლივა კარგი რა შეწუხება ჭირიმე ის კი არა და ახლა მანდარინის კრეფის დროც ხო მოახლოებულია და ეგ არის შრომადღეების ანგარი 300-მდე გავზრდი ჭირიმე 300-მდე 300 კი არა შეიძლება 400-მდეც კი ავიყო უი მართლა რა გითხრა კაცო თურმე ამ ჩემ ტყირს წამალზე უფრო მეტად მუშაობა უხდება კი პატარა რომ გავინძერ გამოვინძერი ტანი უფრო მსუბუქი გამიხდა და ეს ტყირბიც აგერ მუცელს არაცება მავაგირა გადუდი და 400 შრომადღე გონია არ ჩვენ გაქვს გამოტყდი რო არ გაქვს ნუცხენია რა მოხდა მე რა ვაუყოთ მე მამაკაცი ვარ მეტი შემიძლია კაცი საერთოდ მსახიობი შეიძლება მოგწონდეს შეიძლება რაღაცნაირად დაკავშირებულიც იყო მასთან მეგობრულად ყველანაირად მაგრამ ყველა მსახიობი არ შეიძლება საყვარელი იყოს აი ეროსი მანჯგალაძე არის საყვარელი მსახიობი გადახედეთ იმ კადრებს რა სხვა ხალხი აცილებს უკანასკნელ გზაზე ეროსი მანჯგალაძეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ შესანიშნავ მსახიობს ადამიანს რომელმაც ისეთი რამ დატოვა და ისეთი სიყვარული რომ შეუძლებელია ეს დაგავიწყდეს და ბედნიერი ხარ და ბედნიერია ჩვენი თაობა მე ძალიან გული მწყდება რომ ახალი თაობა მოდის და ის ვერ მოესწრო და ვერ ნახეს ეროსი მანჯგალაძის შემოქმედება სცენას ხანუმაში რომ თამაშობდა ეროსი მანჯგალაძე და იწყებდა მათი დიალოგი რამაზ ჩიკვაძესთან მთელი თეატრი მარცხენა და მარჯვენა კულისებში მოდიოდნენ იმიტომ რომ ყოველ სპექტაკლზე სხვადასხვანაირად თამაშობდნენ სხვადასხვა იმპროვიზაცია ჰქონდათ და ისე არ გაუჩნდნენ არც ერთ მსახიობს იმიტომ მიატოვებდნენ თავის საქმეს და მოდიოდნენ იქ Значит так, вот что я вам скажу, голубчик Акофи. Თქვენი თქმის არ იყვეს ჭეშმარიტად თვალი გახსოვთ. აი უნდა მოგახსენოთ რომ იმ წინებზე ერთი უღელის ვიხიდები как его ну боже мой ну эти черненькие такие крупные как и этими ну камбечи буйли вот именно
და როგორც თქვენ ბრძანებით თვალითა ძალიან კარგები იყვნენ გასო ისეთი ლამაზები ისეთი მოსულები ისეთი მშვენივრები ისეთი თანცერცეთიანი და თვალწარმცამცამნიანი რომ შახედავდით და გესიამებოდა მაგრამ რა მივლალები შინა და წარმოიდგინეთ რომ მეორე კვირასავე издохли. Вот так. Издохли, я говорю. Издохли? Да, издохли. Маш Михайлович, надо. Ориве. Да, ორივე издохли. და შეიძლება მესამეც მივაყოლო ეხლა ზედა. ბიჭოს? ერთი უსახო და უჯიშო ძაღლი ყავდა ტანგო. ძაღლის გარდა ყველაფერს გავდა. ამ ურთიერთობაზე ლეგენდები დადიოდა. ერთხელ გასტროლებზე უარი თქვა ძაღლს ტანგოს ვერავისთან ვერ დავტოვებო. მერე ვიღაც კინოლოგი უშოვეს იმას მიაბარეს. მოწყენილი იყო გასტროლებზე ლამის ჩააშხამა ყველას. იჯდა ელჩთან, ელჩმა კითხა რა გინდათო, ტანგო მინდაო. ელჩი დიპლომატმა შეუკვეთა ორკესტრს, არგენტინული ტანგო დაუკრეს ტანგო. ეროსი ვერ გამხიარულდა, იმიტომ რომ სულ სხვა ტანგო უნდა. მერე დაგრძალა კუსტბაზე დიდი პატივით. სამზიმოს დეპეშა გამოუგზავნა დოდო აბაშიძემ და ეს გაიბუტა. კარგა ხანს არ ლაპარაკობდა. ხანუმა სპექტაკლი, დილის სპექტაკლი. ტანგო სადღაც დაიკარგა და ეროსი გაგიჟებულია. შუა სპექტაკლში რამას ჩქიკვაძე ეკითხება. კნიაჟიან, ტანგო ხომ არ გიპავნიათო და ნუ გაგიჟდა ეროსი გააძრო ხმალი და გამოეკიდა აკოპას. ეს აკოპა გადაევლო კულისებს, გადაყვა ეროსი, შემოვარდნენ, მერე ლოჟაში შეფცვიდნენ, იქიდან გადმოხდნენ, მოკლედ ირბინეს, მთელი თეატრი მოირბინეს. გაგიჟებული ხალხი ზის და შემოვარდნენ და ვითომც არაფერი გააგზელეს. არ უნდა რომ გამოიჩს. ახლა თქვენ რომ მოგიყვანათ, შეესინებოდა ქვევსა და ყელი გაუგანიერდებოდა თუ რა? ვერ ვეტევ ხერი. ელა უფროს მილიციას მასხარად იგდებს. არ უნდა გამოიდეს. გამოდი. როგორ მოხდი მანდა? კაცის სიხარული პირდაპირ შემიძლია თქვა. არაჩვეულებრივი ნიჭიერი უნიჭიერესი კაცი ქართველი. ეხლა არის ხუცი ეხლა მაგალითად არიან მსახიობები, რომელთაც ესე წმინდად ქართული ესეთი რაღაცა ორიენტირი არ აქვს, ხუცი რაღაცა, ну საერთო რა ეს არა. ეს უკვე ნამდვილად ქართული მოვლენა და როგორც არაჩვეულებრივ მსახიობებს კონდათ ეს იყო ის რომ გენიალურად გისმენდა. და ამიტომ ეს ჩვენს ხელობაში თუ ხელოვნებაში პარტნიორობა ძალიან ძნელი საქმეა და აი ეს ფენომენი რაც მოსმენაყია ეს ამაში უბარლო იყო ეროსი. ძალიან უყვარდა ნუგა. გიждდებოდა ნუგას. გიორგი და მეგრულ ტომასზე. ხო სხვადასხვა ამბებია. მაგრამ ეს დღეს დაურეკე სახში მეთხარა იყო და ის უკვე რეპეტიცია და თუ არ შეგიძლია მოსვლა თქვი. ლაშე ჩვენ გავული ჩვენზე. რა მიქენიოს მე მეუტანე მე. 1-5 ნუგა. ერთობა მაგრამ მიაცვა ხო იცი და დაემართა ცუდი ალბავი რაღაცა ვერ იყო კარგად ხო. ერთი ბლოკნოტი ქონდა. იქ ეწერა ვის როგორ დახმარებოდა.
ჩახედავდა დილით ამ ბლოკნოტს, იტყოდა, უი, რამდენი საქმე მაქვსო და მიდიოდა. მიდიოდა სხვების დასახმარებლად. ყველას ეხმარებოდა. მარტოობის ეშინოდა. ამიტომ მისი სახლი ყოველთვის ხალხით იყო სავსე. ოღონდ ვინც უყვარდა, იმათ უშვებდა ძალიან ახლოს. პაროლი იყო 2 მოკლე და 1 გრძელი ზარი. ძალიან უყვარდა ნარდის თამაში, ფურთისაც. ბავშვი თუ ხაროდა, როცა იგებდა. ამ სიხარულს მეგობრები არ აკლებდნენ, იმიტომ რომ ზოგჯერ უთმობდნენ კიდეც. უთმობდნენ, იმიტომ რომ სერიოზულად წმინდა წაგება. იბუტებოდა. საოცარი მატჩი იყო, იმაში ტაშკენტში უნდა გამართულიყო თბილისის დინამო და ტორპედო მოსკოვის თამაშობდნენ, ეს იყო თასზე თამაში და რაღაც სასწაული მღლოდინები იყო. და აი ამის მსჯელობა მიდიოდა თეატრის ფოეში. მე რატომაც აი გვერდზე ვიყავი და ისე უსმენდი, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ტაშკენტში წასვლა და ბილეთის ყიდვა და იქ დასწრება, ეს იყო რაღაც საერთო ზღაპრის დონეზე, მაგრამ სიამოვნებით უსმენდი. არც მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ეროზიმ 1-2 კი გადმომხედა, მაგრამ ამას არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია. როდესაც დადგა წასვლის დრო, აღმოჩნდა, რომ თურმე მან შემიძინა ბილეთი და მეც მომიწია წასვლა ტაშკენტში. ეს მართლა დაუვიწყარი იყო, ეს რაღაც საოცარი მოვლენა, რომ ჩვენ ერთად ვიყავი და ეს რამინდა რატო გაუსვი ამას ხაზი, რომ ის რაღაცა ჩუმად გრძნობდა ხოლმე ადამიანს რა უჭირდა. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დაუშვათ ადამიანი, რომელსაც ბატონი ერესი ეხმარებოდა. თქვათ, ეს იქნებოდა ბინის მიღება, ან რაღაცა კიდე სხვა პრობლემა, ან თუნდაც დაუშვათ იმის მერე, რაც ბატონმა ეროსი ვითამაშა მიშა თუმანიშვილის ძალიან ცნობილ პიესაში ხიდი, თუ არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, იქ პროკურორს თამაშობდა. მერე მას და იზა გიგოშვილს ორივეს მიანიჭეს საპატიო პროკურორის წოდება. აი მაშინ დამთავრდა შეიძლება ითქვას სიცოცხლე, იმიტომ რომ ყველა მიდიოდა და ყველა თხოვდა, რომ აი ეს დამეხმარე ამაში და ეროსი ერთი წუთით არ იზარებდა არაფერს. მაშასე ჯერ შევეცდები მარტივად აგიხსნათ, ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. და მე საერთოდ თანდათან ვწმუნდები, რომ ადამიანისათვის ჭკუა აუცილებელია. ბატონი ეროსი მარტოობას ვერ იტანდა. ერთხელაც მირეკავს ტელეფონი რეკავს. ავიღე ეროსია. ისმე ბატონო ეროსია, ხარი. ოქრო დღეს საღამოს თუ ცალი ამოდი რა ჩემთან. რა თქმა უნდა, ხარ რომ გქონებოდა საქმე, გადავდებდი და წავიდოდი და ავედი. რატომღაც მომინდა რომ ერთი შეკითხვა დამესვა მისთვის და ვკითხე. ვისარგებლე რომ მარტო ვარ. რატოა ბატონი ერესი მე ვთხარ, რატომ არის რომ მარტო ყოფნა არ შეიძლება მეტი. მითხრა, იციო, აი 7-დან 9 საათამდე მიჭირს მარტო ყოფნაო და მერეო არა მიშავს. ეხლა იმის გამო რომ მე პროფესიით რეჟისორი ვარ, ნუ ესე ჩაუთვალე რომ 8 საათზე ხო თეატრებში სპექტაკლები იწყება. 7 საათზე ემზადება მსახიობი. 9 საათისათვის სპექტაკლი უკვე გადაგორებულია. აი ეს ორთაბრძოლა, რომელიც სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის ხდება, ესეთი ვირტუალური, აი ამ 9 საათისათვის უკვე გარდატეხილია და იქვე ფინალიც მოვა და ამას დავაბრალე ეს ყველაფერი. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან შემცარ ვარ. იმიტომ რომ ბატონი ეროსი 9-10 წუთზე გარდაიცვალა. სწორედ იმ დროში გარდაიცვალა, რომლითაც ყველაზე მეტად ეშინოდა. ქობულეთში დასასვენებლად რომ მიდიოდა, სულ ერთი და იგივე ნომერში ჩერდებოდა პირველ სართულზე. დირექტორი ეხვეწებოდა, აგინდათ ასე დაბლა ბატონო ეროსი, ამოგზანდით ლუქსშიო. არადიოდა. ეს უკვე მერე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოირკვა, რომ იმ პირველი სართულის ნომრის ფანჯრიდან ჩანდა ექიმის ამბულატორია. იოლი იყო მისვლა. სიკვდილის ეშინოდა. მარშალ დეფანტიეს ჩაწერა. ეს იყო ეროსი მანჯგალაძის ბოლო ჩაწერა.
ეს არის რეზო გაბრიაძის პიესა, რომელიც არის ფაქტურად ხანუმას გაგრძელება, იმიტომ ხანუმას მოქმედი პირები არიან, გადმოსულები აქედან. მინდაო ესო ჩავწეროთ რადიოშიო. კაი ბატონო, ძალიან კარი იქნება და მე ვთხარ ახლა რამაზო მე მოვიყვანო. ყველანაირად უნდა, ვიცი რომ ძალიან უნდა და ამის ჩაწერა და ძალიან გაგვიჭირდა სხვა შორის თავის მობმა, იმიტომ ტექნიკურად რთული იყო, არა და სხვა მსახიობების მოყვანა არ გვინდოდა და აი როგორც იქნა გადავწყვიტეთ და დავნიშნეთ ჩაწერის დღე, მოვიდა რამაზი, ეროსი, სალომე ყანჩელი იყო, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე. ახლა დავიწყეთ ჩაწერა და ხა თქვენ წარმოედგინეთ ამ სტუდიაში მაყურებლებით გაივსო აქ. იმდენი ხალხი იყო, ნუ უკვე აღარ ვიცი, იმიტომ ისეთნაირად მუშაობდნენ, ისეთნაირად წერდნენ, რომ ეს იყო აი სპექტაკლი მიკროფონთან. აი ეს პირველ დღეს ჩავაწერეთ, დავამთავრეთ ჩაწერა, ნუ ვერ დავამთავრეთ, რა თქმა უნდა, ორშაბათს რომ მოვალო და შემზათა მაქვს ყველაფერი და ჩავწეროთ და მოვდივარ ორშაბათს და აქ დილით მეკითხებიან რომ შემოვედი, არ ვიცი მე არაფერი. მოას არის ჩაწერაო და რას ჩაწერა რომ ვთხარი ვერ მივხვდი. აი ეს რა ეროსიო გარდაიცვალა, კვირას გარდაიცვალა ეროს წინათით. აი ეს არის ეროსი მანჯგალაძის უკანასკნელი ჩანაწერი. რუსთაველის თეატრიდან წამოსვლა დააპირა და მიხეილ ივანოვიჩ თუმანიშვილს მიადგა კინომსახიობთა თეატრში. ხელში ჭინჭრაკას ფარდა ეჭირა. წამოვედიო. მიხეილ ივანოვიჩმა უთხრა, არ წამოხვიდეო. შენი გული ამას ვერ გაუძლებს. დარჩა. ორივე თეატრში მუშაობდა. გულმა აინც ვერ გაუძლო.